ბათუმში სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებისა და მეთოდისტებისთვის გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით კასკადური ტრენინგები მიმდინარეობს. ტრენინგ კურსი მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვებში, ადრეული ასაკიდანვე გარემოს დაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად. დამსწრე აუდიტორიას დაურიგდათ სახელმძღვანელოების სახელწოდებით სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლება, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პრაქტიკოსებისთვისაა განკუთვნილი. სახელმძღვანელო მიზნად ისახავს გაუღვიოს პატარებს ინტერესი ბუნებრივი გარემოსა და ცოცხალი ორგანიზმების მიმართ, ამასთან წაახალისოს ისეთი პრაქტიკული უნარჩვევების განვითარება, რომელიც ბავშვებს გარემოს შეცნობაში დაეხმარება. მეტად მნიშვნელოვან დროს გვესტუმრა ეს ჩვენი პატივცემული სტუმრები. ჩვენი ძირითადი თემა არის გარემოს დაცვითი სახელმძღვანელოს გაცნობა. ჩვენ ვართ პირველი მარცვალი საბავშვო ბაღი, რომ საიდანაც უნდა დაიწყოს პატარების გათვითცნობიერება ამ კუთხით. შეგვიძლია დაგვირიგებდნენ სახელმძღვანელობს და იმედი მაქვს დავნერგავთ ჩვენ საბავშვო ბაღში და გამოვიყენებთ შესაბამისად, რათა ჩვენი მომავალი თაობა გავათვითცნობიეროთ ამ კუთხით. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის უმთავრეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას გარემოს დაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს და სწორედ ამ მიზნით ჩვენ ვახორციელებთ მსგავს ღონისძიებას. მიმდინარე წლის ფარგლებში გადამზადდა 1000-ზე მეტი სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი და მასწავლებელი გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, შემუშავებული არის სპეციალური მეთოდოლოგიით სახელმძღვანელო. აღნიშნული სახელმძღვანელო ინერგება განათლების სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობით ყველა ბაღში